კვირა ვერძისთვის იქნება პირველ რიგში იმ კუთხით გამორჩეული, რომ ვერძის მმართველი პანტა საკმაოდ ძლიერ პოზიციაში ხარ და შესაბამისად კვირის მანძილზე შეგიძლიათ ძალიან ბევრი საქმე ძალიან ესე ვთქვათ ეფექტურად მოაგვაროთ. მთავარი პრინციპი არის რომ რაღაცა შუალედებისადმი არ გაიჭედოთ, იმიტომ რომ შანსი არის იმის რომ ვერძი იმდენად ცდილობდეს ძალიან ბევრი საქმე ერთად მოაგვაროს და მოასწროს რომ შეიძლება რაღაც გაიჭედოს საცობში მაგალითად. რა ვიცი ხა იმედი მაქვს ლიფტში არავინ არ გაიჭედება და სხვა შორის ცოტა ტექნიკა შეიძლება ქონდეს ეგეთი მომენტები. და ამიტომ ჩემი რჩევა იქნება რაღაც პრიორიტეტები რომ დაალაგოთ. სამაგიეროდ ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ იმისთვის რომ წარსულის კიური შეგიძლიათ გახსნათ, თქვენ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. შეიძლება რაღაც გაიგოთ თქვენი წარსულიდან, შეიძლება კონკრეტულ ადამიანებთან ისაუბროთ თქვენი წარსულიდან და შეგეცვალოთ დამოკიდებულება პირველ საკუთარ თავზე და რაღაცნაირად ისე თქვა შეიძლება ყველაფერთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ვერძის ნიშნით არის დაბადებული, ბევრ ადამიანს უпроსწორად ეწყობა პროცესი გამოსწორების. ბევრი რამე შეიძლება გამოსწორდეს, აი მდინარე კვირაში გამოჩნდება პირველი, ესე ვთქვათ, ნიშნები იმის, რომ რაღაც უნდა გამოსწორდეს თქვენს ცხოვრებაში. ვიღაცას შეიძლება ფინანსური საკითხები იყოს და სხვა შორის კვირის შუა პერიოდში ძალიან აქტიური საუბრები ექნებათ ვერძის ნიშნით დაბადებულებს ფულზე, ფინანსებზე, უძრავ ქონებაზე, მემკვიდრეობაზე და ნუ საშუალება არსებობს იმის, რომ ძალიან სწრაფად გადაჭრათ ან გაირკვეს მაგალითად საბოლოო ფინალიზაციამდე მივიდეს და ძალიან ბევრთან ასევე გადახედვა იქნება ჯანმრთელობის კუთხით და რაღაცის გაუმჯობესება. აი თუ თქვენ მაგალითად გქონდათ რაღაც პრობლემები ჯანმრთელობის დაკავშირებული, თქო და ვერ პოულობდით ან შესაბამის, რა ვიცი, მკურნალობის მეთოდს ან შესაბამის რაღაც ესე ვთქვათ გამოსავალს, აი მდინარე კვირის მანძილზე დაიწყება უკვე ამ ყველაფრის გამოსწორება. ანუ გამოსწორებისკენ ესე ვთქვათ დაიწყება წასვლა. ერთადერთი კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ უბრალოდ არის იმის ალბათობა, რომ ვერძის მეორე მმართველი სტაციონარული ხდება, ანუ ჩერდება, პლუტონი ჩერდება და რაც იმას ნიშნავს, რომ აი თუ მაგალითად ვერ მოზომავთ თქვენს დროს ენერგიას ძალებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება რაღაცა სიტუაციებმა გაგაჩერონ. მაგალითად, შეჩერება მოგიწევთ, შეიძლება არა თქვენი მიზეზით. თუმცა აი აქაც თუ გაითვალისწინებთ იმას, რომ პრიორიტეტები დაალაგოთ და ემოციურად არ მიუდგეთ სიტუაციას, არაფერი არ იქნება ასეთი პრობლემური, მინდა გითხრათ და შესაბამისად აი ეს გაითვალისწინეთ ძირითად შემთხვევაში. რაც შეეხება კუროს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, კუროსთან ზუსტად აი ეს რაც გითხარით, რომ წარსული ფასეულობების გადაფასება მიდის, ბევრი ადამიანი, ვინც კუროს ნიშნით არის დაბადებული, თუ მენტალურად თუ პირდაპირ გაგებით, მდინარე კვირის მანძილზე ან თვითონ მივა იმ დასკვნამდე, რომ უკვე აღარ უნდა და გათავისუფლდეს, უნდა რაღაცები შემზღუდველი გარემოებებისგან, ანუ თვითონ ილაპარაკოს შეიძლება მაგალითად, თვითონ მოიხსნა შეიძლება რაღაც ვალდებულებები, ან თავისთავად შეიძლება მოხდეს თქვენ შემთხვევაში ის, რომ მაგალითად იხურება წარსულის ვალები. მაგალითად, ნუ ვიღაცა შეიძლება რა ვიცი, კრედიტი დახუროს, ვიღაცამ შეიძლება რაღაც ვალდებულება ჩამოიშოროს, შეიძლება გარემოები დაულაგდეს ისე, რომ რაღაც ვალდებულებისგან შეიძლება გათავისუფლდეს მაგალითად. ვიღაცასთან შეიძლება ის იყოს დასაწყით უფროს ადამიანებთან დაკავშირებული რაღაც გარკვეული ვალდებულება, იმიტომ რომ რაღაც ვალდებულებების საბოლოო დასრულების და მოშორების, ესე ვთქვათ, შანსი გაქვთ. აი ისეთის, რაც შეიძლება ითქვას ცოტა გაურკვეველიც იყო თქვენთვის. ან შეიძლება მთლად თქვენი არც იყო, მაგრამ მაინც იყავით რაღაც ამ ვალდებულებებში, გარემოებებიდან გამომდინარე. ზოგიერთი შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ასევე რაღაც გაურკვეველი ურთიერთობები ადამიანთან თქვენგან შორს, მაგალითად საზღვრების გარეთ. ასევე შეიძლება ზოგიერთი შემთხვევაში იყოს გაურკვეველი სიტუაციები, რომელიც უკავშირდება საბუთებს, ბიუროკრატიას, თქვათ, შეიძლება ელოდებოდით რაღაც საბუთს, მაგალითად ამ საბუთთან დაკავშირებით არც იქეთ მიდიოდა საქმე, არც აქეთ და აი ეს რაღაც ესეთი დაძაბული სიტუაციები მიმდინარე კვირის მანძილზე შეიძლება თქვენი შემთხვევაში გაირკვეს, საბოლოოდ გადაწყდეს და რაღაც სვლა მიეცა შეიძლება პროცესები დაიძრობა ადგილიდან. ასევე კუროს შემთხვევაში შეიძლება იყოს სიტუაციები, სადაც ის მოიხსნის ვალდებულებებს წარსულთან დაკავშირებით, შეიძლება ზუსტად აქაც თქვენი წარსული არ ალაპარაკდეს, როგორც ამბობენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე, ფასეულობითი სისტემები, რაც წარსულში სწორი გეგონა და მართალი გეგონა თუნდაც თქვენი თავი გადაიხედება და ძალიან კარგი იქნება უბრალოდ თუ სხვანაირი პოზიციიდან შეხედავთ და მიხვდებით, რომ რაღაცები, რაც ურთიერთობები თუნდაც მაგალითად, შეიძლება უფრთხილდებოდით და არ უშვებდით თქვენი ცხოვრებიდან ისეთ ურთიერთობებს, რაც საერთოდ არ გჭირდებოდა შეიძლება, მაგრამ აი რაღაც პრინციპით კუროს უყვარს საერთოდ ზოგადად ზანზილად უშვებს ძველს და მიეჩვია რაღაც ავიჩემე ტიპები არიან, ავიჩემე და კომფორტულად ვარ ოღონდ ეს კომფორტი მახრჩობს, მაგრამ მაინც კომფორტულად, ეგეთი ტიპები არიან საერთოდ, სიახლები არ უყვართ, ზანზილად იღებენ ყოველ შემთხვევაში, აი შეჩეული ჭირი ურჩევნიათ რა. და ეს მიმდინარე კვირა არის და ის რომ რაღაცას ხელს გაუშვებთ და ან გაგაშვებინებენ, გარემო იყო
იყოს შეიძლება ეგეთი და შეიძლება თქვათ რომ სად ვიყავი აქამდე მეტა აქამდე გამეკეთებინა მაგალითად ანუ ვიღაცას შეიძლება ბანალურად გარეგნობის ცვლილება იყოს მაგალითად დიდი ხნის მანძილზე რაღაც ვარცხნილობას არ იცვლიდით და ეგონათ რომ არ მოგიხდებოდა და აი უცებ მივხვდი რომ სიახლე გჭირდება და გადაწყვეტე და ამბობ რომ სად ვიყავი აქამდე ესე უფრო მარტივი ყოფილა ნახე მოსავლელათაც თუნდაც ამიტომ გათავისუფლების საშუალება გაქვთ მიმდინარე კვირის მანძილზე ტყუპებს რაც შეეხებათ მე ვიტყოდი ეს რამეს ძვირფასო მერკურიანელება მოკლედ მიმდინარე კვირის მანძილზე თუ რამე უნდა შეთანხმება აწარმოოთ და მშვიდად წყნარად გინდათ ყველაფერი მიდიოდეს ძალიან კარგია მიმდინარე კვირას განსხვავებით პირველ ნაწილში თუ ამ ყველაფერს ესე ვთქვათ დაარეგულირებთ მოგვარებთ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმიტომ რომ კვირის ბოლოდან და მერე უკვე საკმაოდ პრინციპული ხდებით ზოგიერთი შეიძლება ძალიან სასტიკიც კი გახდეს კომუნიკაციაში რაღაცები ხელში ამოუვიდეთ შეიძლება ასევე და აი უკვე როგორი პრინციპი ექნებათ იცი საცავიწრო იყოს იქ გაწყდეს პრინციპი ექნებათ ამიტომ მომდევნო კვირა არის ზუსტად ესეთი რომ ბაგირზე ესე ვთქვათ ბეწუსხიძე უნდა გაიარო მერკურიანელებმა ამიტომ მიმდინარე კვირის მანძილზე თუ კი სადმე არის საჭირო ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი და დაბალ ტონზე შეთანხმებები ძალიან კარგია მიმდინარე კვირის მანძილზე აწარმოო და აი რაც ისეთი აუღებელი ციხესიმაგრეა თქვენთვის და რაც დიდ კომპრომისს ესეთ მას მოითხოვს მიწოლას მოითხოვს მოდი ესე ვთქვათ ჟარგონულად დაიტოვოთ შეიძლება მომდევნო კვირის მანძილზე იმიტომ რომ ძალიან ისეთი აქტიური როგორ 13-დან ის იქეთ კვირიდან თუმცა კვირის ბოლოს უკვე შედის ესეთი ასპექტი ჯერ ერთი რომ იცვლის პოზიციას ყუპების მართველი მერკური და ახლა სასწორშია და აი ზოგიერთ შემთხვევაში როგორ არის რაღაცა გარემოებებითაც არიან შეზღუდული ტყუპები რომ იქ რაღაცას ვერ იტყვი, იქ რაღაცას ვერ მოითხოვ, იქ რაღაცა მოქმედების სწრაფად და გადავწყვეტად მოქმედების საშუალება ჯერ კიდევ არ არის, მაგალითად არ არის გარემოები და აი რაღაცა თითქოს არიან გარემოების ტყვე, იმიტომ რომ მერკური როცა არის სასწორში, სხვა ითვალისწინებს, უწევს გაითვალისწინოს სხვები. ანუ ეს სხვებზე ხართ დამოკიდებული, ფაქტობრივად სასწორი არის სხვებზე დამოკიდებულება. და უკვე გადადის მორიელში. და მორიელში როცა გადადის უკვე კვირის ბოლოდან მალე გადავა უკვე მორიელში, იქ როგორი მომენტია, იცი ვაბანკზე მივდივარ. ხე აი ესეთი პრინციპია. ან ყველაფერი, ან არაფერი, იმიტომ რომ უკვე მორიელის ნიშანში შედის და პლუტონი არის პრინციპი ესეთი, რომ რაც დაჭაობდა, ის უნდა ამოიშანთოს, რომ იმ ნიადაგზე რაღაც ახალი აშენდეს. ამიტომ რა თქმა უნდა, ახლა მომდევნო კვირა მერკურიანელებისთვის არის პიროვნული ტრანსფორმაციის. ვიღაცა ბერბე დავდალაპარაკ, გაბედო შეიძლება ილაპარაკოს, ყოველთვის რა თქმა უნდა ინდივიდუალური იქნება. სხვა შორის ასევე ძალიან კარგია აი ზუსტად რომ თავი ხელში აიყვანო და თქვა რომ მორჩა მე აი ჯანსაღი ცხოვრების წესი ცხოვრობ. მორჩა მე აი ამერიდან აი ამას აღარ მოვითმე. მორჩა მე აი ამას ესე ვთქვათ არ გაუჩუნდები მაგალითად, იმიტომ რომ თვითონ ენერგია უკვე მოიმატებს იმის რომ გაბედონ. მიხდი ადამიანებმა განსაკუთრებით ტყუპის ნიშნით დავდებულებს ეხება სხვა შორის ასევე ძალიან აქტიური ფაზა გექნებათ, აქტიურ ფაზაში შედის მოლაპარაკებები რაც უკავშირდება ფულს, თუნდაც მაგალითად ანაზღაურებას, იმიტომ რომ ბევრად უფრო თამამი შეიძლება გახდეთ, ბევრად უფრო მომთხოვნი გახდეთ, შეიძლება ბევრად უფრო კარგად შეიძლება ივაჭროთ მაგალითად რომ ან ესე ან ასე, ანუ ძალიან პრინციპული, იმიტომ რომ მერკური შედის ფიქსირებულ ნიშანში და ფიქსირებულ ნიშანს იმას რომ ან იქნება ისე როგორც მე ვიდა, არ იქნება საერთოდ. თუმცა ხა ვიღაცასთან შეიძლება გამოვლინდეს როგორც ეგეთი ტყუპი მაჩვენა. ძალიან პრინციპული დამოკიდებული პირადი ურთიერთობების კუთხით მაგალითად. სხვა შორის ასევე ტყუპის ნიშნით დავდებულებს, ну ძირითადი შლეიფი მაინც საქმიანობაზე უნდა წამოვიდეს, ანუ საქმეს ეხება, ყოველდღიურ შრომას ეხება, რაღაც ვალდებულებების განაწილებას ეხება მათ შორის. ერთადერთი უბრალოდ რაც უნდა გავითვალისწინოთ თუ ტყუპი ხარ ზოდიაქოს ნიშნით ეს არის რომ კვირის ბოლოს განსაკუთრებით მიაქციოთ ყურადღება რომ აი თქვენმა უკომპრომისებამ შეიძლება ცოტა გუნდით ჯგუფის პრინციპი დააზარალოს მაგალითად ანუ გუნდთან ჯგუფთან კოლექტივთან იყოს შეიძლება რაღაცა ცოტა თავისებური დაპირისპირებები თუმცა აქაც გაქვთ საშუალება აი პატარა манипуლაციური მიდგომებით სათქველოდ მოაგვაროთ სიტუაცია და ასევე მიღებულ ნათესავებთან ურთიერთობებსაც ეხებათ ანუ ის ვინც არ არის სისხლისმიერი თქვენი ნათესავი მათ შორის შეიძლება ასევე იყოს ისეთი ხალხი ვისთანაც გიწევთ აი დაქვემდებარებული კი არ ქვია აი მაგალითად ძიძა თქვათ თქვენი შვილის პედაგოგი და ანუ სტადიუმთან შეიძლება გქონდეთ პრეტენზია ან გაჩნდეს შეიძლება ესეთი პრეტენზია მაგალითად და შეიძლება ბევრი არითმინოთ რა ცერემონიები არ დაიწყოთ თუმცა აი სწორ მიდგომას გისჩევდით კარგი იქნებოდა რომ აი ცოტა ესე მიუდგეთ რა ცოტა დიპლომატიურად შედარებით უფრო დიპლომატიურად ეს იქნებოდა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი იმიტომ რომ არ დაგვავიწყდეს რომ ის ასპექტი რომელიც ახლა ძალზე შედის კვირის ბოლოს არის ესეთი პრინციპი რომ აი რაღაცა წვრილმანის მოგვარება გადავწყვიტე ხისტად ლაპარაკით მაგრამ მთელი რევოლუცია მოიტანა ამ ყველაფერმა მოხდა რაღაც ჯაჭვური პრინციპით ამიტომ
აქ თქო დავაკვირდეთ ზუსტად რა ტონით ამბობთ, იმიტომ რომ სიტყვებს ახლა იმ ხელაფასი ეძლევა, იმიტომ რომ მერკური შედის პლუტონის ნიშანში და ანუ ყველა გაგებით ფასი ეძლევა სიტყვას. სუდი კუთხითაც და კარგი კუთხითაც. არ უნდა გავაკონტროლოთ, უბრალოდ უნდა იყოს სწორად გათვლილი სტრატეგია, იმიტომ რომ მორიელი სტრატეგიის ნიშანია. რაც შეეხება კიჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, კიჩხიბის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, რასაც ვურჩევდი. ორშაბათ, სამშაბათ პირველი ნახევარი. შეეცადეთ რომ არ მიუშვათ თვით დინებაზე რაღაც სიტუაციები, იმიტომ რომ შეიძლება მიუშვან თვით დინებაზე, არ გამოვრიცხავ სხვადასხვანაირად იყოს, შეიძლება ვიღაცას სიზარმაცემ დაძლიოს, ვიღაცას ძილიანობს, სხვა შორის დღევანდელ დღეს მაგალითად ძალიან იქნება მომეტებული იყოს, შეიძლება ძილიან. ვიღაცას უძილობა იქნება ძალიან მომეტებული, აი განსაკუთრებით გუშინ საღამოდან მოყოლებული. ვიღაცასაც პირიქით ძალიან ისეთი მეორე უკიდურესობა ძილიანება. ამიტომ კიჩხიბებსაც ვურჩევდი, ცოტ ფხიზლად იყონ. იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა სიტუაციები იმწიფდებოდეს უკვე სამშაბათი, ოთხშაბათის პერიოდში, რომელიც უკავშირდება იმას, რომ რაღაცა გამოგრჩათ, სადღაც რაღაცას ვერ მიაქციეთ ყურადღება, სადღაც დისკომფორტი გაქვთ თქვენ თავთან, საკუთარ თავთან და ამ ყველაფერმა შეიძლება რაღაცნაირად გადმოინაცვლოს ოჯახურ ურთიერთობებში. განსაკუთრებით არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სავსე მთვარეობა კიჩხიბისთვის უწევს ზუსტად იმ სექტორში, რომელიც პასუხს აგებს ოჯახის წევრებთან ურთიერთობებზე, მოკლედ და აქედან გამომდინარე შეიძლება აქაც რაღაცა საერთოდ სხვა რამეზე გაბრაზდით, მაგალითად სიტყვაზე, ვთქვათ ორშაბათ, სამშაბათ რაღაც მიუშვით თვით დინებაზე და მერე ოთხშაბათს დადგა დღის წესრიგში ეს თემა და გაღიზიანებული ხართ და გადაგაქვთ ეს ყველაფერი ოჯახის წევრებზე, ოჯახში ურთიერთობაზე. ხო, ანუ საერთოდ სხვა რამეზე შეიძლება, ესე ვთქვათ, ხოდაშორის კითხულებს ცოტა აქვთ ეგ მომენტი ხანდახან ხოლმე. მარიამი მინდა რომ გამოაჩინოთ ახლო კადრით, როგორ ეთანხმება კითხულებს. ანუ სახში რომ ხო პირდაპირ ჩხუბზე არ გადახმები. მე არ აბსოლუტურად. მე რამეს ვუჩევ კითხვის ოჯახის წევრებს უბრალოდ რომ თუ მივხვდით რომ თქვენი ძვირფასი კითხები ოჯახის წევრი კითხები რაღაცა ესეთი ცოტა ხასიათი შეიცვალა, განსაკუთრებით აი 7 რიცხვში, აი განსაკუთრებით მიაქციოთ, იმიტომ რომ სავსე მთვარეა, არ დაგვავიწყდეს და თან კითხებისთვის კონფლიქტის ნიშანია ეს ვერძი, ანუ მეოთხე ნიშანია, ანუ კვადრატურის ნიშანი ქვემოს და რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ადამიანი შეიძლება ერთ რამეზე ბრაზობდეს და სულ სხვა იდოს გულში. მივხვდით, ანუ ეს პრინციპი, ანუ შინაგანი კონფლიქტი იყოს შესაძლებელია, ხო? ეს არის გახავი. ამიტომ ნახეთ თუ თქვენ ყავთ კითხები ოჯახის წევრი შეეცადეთ, კი, დაუყავეთ აუცილებლად. დაუყავეთ და უნდა უსვათ. შეხომ ესეთი არ ხარ. მოდი მითხარი რა გაგაწუხებს რეალურად. რა არის შენი დისკომფორტის მიზეზი? ან უბრალოდ უნდა უთხრა ადამიანს რომ აქ ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. რომ კიჩხებს ეგ ძალიან ამშვიდებთ, იმიტომ რომ კიჩხებისთვის თავარი არის ამინდი არა გარეთ, არამედ ოჯახში. თუ ოჯახში ამინდი არ არის კარგი, კიჩხები უბრალოდ ყველგან არის დემორალიზებული, ეს აუცილებლად გასცადეთ. განსაკუთრებით ეს 7-8 რიცხვებს ეხება, ანუ როცა სავსე მთვარეობისას მთვარე ივსება და კიჩხებიც ივსება, ყველანაირი ემოციით ივსება და კრავერძის ენერგია, ეს ცოტა ესეთი ენერგია. სხვათა შორის ახლა ცუდი კუთხით არ იქნება, მარტო შეიძლება რაღაც კიჩხებს გამბედაობა მოემატოთ, ნახე? და რაღაცას თავის სახელი დაარქვან, მაგალითად, რატომაც არა. იმიტომ რომ ორი დღეა, მე უკვე კატასავით კურტუნები გახდებიან, მინდა გითხრათ, ანუ განსაკუთრებით აი სადღაც უკვე ხუჩოთ პარასკევის პერიოდში. ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება, ანუ. კი, და ძალიან ესეთები იქნებიან მოტივირებულები, მოკლედ მაქსიმალურად დააფასებენ ყველაფერს, რაც აქვთ, ვიწყავთ. სხვათა შორის ასევე კვირის მეორე ნახევარში სიამოვნებით გაატარებენ დროს ალბათ ბავშვებთან, ну ზოგადად ბავშვებთან ურთიერთობა რაღაცნაირად ძალიან რესურსული იქნება მათთვის. ან თვითონ დადებით რესურსებს მიიღებენ, მაგრამ ბავშვებიც ძალიან დადებით რესურსს მიიღებენ, ასევე თვითონ კიჩხებისგან, თუნდაც თუ შვილები ყავთ, რა თქმა უნდა. და სხვა შორის კვირის ბოლოს კიჩხებებს აქვთ იმის საშუალება, რომ რაღაცა რომანტიკული მომენტები კონდეთ, ახლა ვიც არ არის წყვილში, მაგალითად, შესაძლებელი იყოს რაღაცა ესეთი სასიამოვნო რომანტიკული მომენტები მაგალითად. წყვილში ვიც ვართ, იმათთვისაც შეიძლება, რა თქმა უნდა, იმათთვისაც შეიძლება დაგეგმილი რაღაც რომანტიკული მომენტები თუნდაც. ლომის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შეეხებათ. მიმდინარე კვირის მანძილზე, სხვა შორის ვიტყოდი, რომ საკმაოდ ესეთი კვირა ლომისთვის შეიძლება იყოს დაკავებული, ანუ კვირის პირველი 2 დღე ყოველ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაკავებული იმით, რომ უნდა რომ რაღაც შეცვალოს, მაგრამ აი
როგორი პრინციპი თან რომ უნდა რაღაც შეცვალოს, მაგრამ თაროზე რომ დებს თითქოს, რომ მოდი მე ვიზამ. აი გონებაში რომ გინდა რომ რაღაც აი მაგალითად გონებაში გინდა რომ რაღაცა დაალაგო, რაღაცა პროცესები დადგა, ესე თქვა დაძრა ადგილიდან, მაგრამ თითქოს ქაოსი გაქვს. აი რომელი ერთიდან დაიწყო არ იცი, აი ანუ პრინციპი რაღაცა. ანუ იცი რომ უნდა რაღაც შეცვალო, დროა, აი რაღაც პორიაქია თითქოს რომ აი დრო არის რაღაცა დრო გადის მაგალითად რაღაცა შესაძლებელია. მაგრამ აი კვირის პირველი ერთი დღე აი სამშაბათის შუა პერიოდამდე აი ეს იქნება უფრო შინაგანი ბობოქრობა რომ აი დავდგე ახლა რომ გადის რაღაც უნდა შევცვალო ვიდრე მაგალითად ის რომ მიმოქმედეთ აი უკვე სამშაბათიდან ოთხშაბათიდან მოყოლებული სამსახურება თქვენთვის ფანტასტიკურ მეგობრულ ნიშანში უწევს ვერსში რაც იმას ნიშნავს რომ თუ თქვენ მობილიზდებით და აი უბრალოდ ძალიან კონკრეტულ პრინციპულ თუნდაც აი პატარა მიზანს დაისახავთ რომ აი მორჩა, აი ამას ვაკეთებ. ამით ვიწყებ, რაღაც დიდ ცვლილებებს ვიწყებ, აი ამით. აი პატარა ნაბიჯს დგა, მაგრამ დგამესტი პრინციპით, რომ აი ვიცი რა მინდა და უკან არ ვიხედები, ავირჩიე მორჩა. ნებისმიერი სურვილი, იმიტომ რომ სამსახურება გაარჩევები ჯადოსნური რომ იცოდეთ, ამ სამსახურებას ნებისმიერი თამამი სურვილი და გამოწვევა, რასაც ადამიანები იტყვიან, რომ აი ესე მინდა და მორჩა, ძალიან სწრაფად მიიღებს თავის შედეგს, ანუ სწრაფად ეს ყველას გეხება? კი, ყველას ეხება აბსოლუტურად, იცოდეთ, იმიტომ რომ ვერძშია და ვერძის აჩქარების ნიშანია ვერძში, ყველაფერი სწრაფად ხდება. ყველაფერი სწრაფად ხდება პროცესები. ამიტომ ლომისთვის ეს ძალიან ისეთი კარგია, მოკეთ, ძალიან კარგი ენერგიებია უკვე კვირის მეორე ნახევარში. და შესაბამისად ძალიან კარგია თუ გამოიყენებენ მოკეთ ლომის ნიშნით დავიდებული ადამიანები. სხვა შორის კვირის მეორე ნახევარი რომ გითხრათ რამე ექსცესები ძალიან გამორჩეული არ იქნება და აუცილებლად ვურჩევდი ასევე ლომის ნიშნით დავიდებულ ადამიანებს რომ კვირის ბოლოსკენ არ მიუშვან ასევე რაღაც თვით დინებაზე, იმიტომ რომ მომდევნო კვირას მე შეიძლება ამის გამო შენიშვნა მიიღოთ. და შესაბამისად დააკორდით რომ ანუ რაღაცა ვიღაცის თხოვნა არ გაატაროთ ისე რომ დამავიწყდა ან რა ვიცი ხვალ უპასუხებ მაგალითად იმიტომ რომ მომდევნო კვირა შეიძლება ამის გამო შენიშვნა მიიღოთ შეიძლება ან ვერ გაიგოთ შეიძლება ვიღაცები რატომ რაღაცა სახეს გიჭერენ და შეიძლება ვერ გაიგოთ რატო გიჭერენ ამ სახეს ქალწულის ნიშნით დავდებულ ადამიანებსაც რაც შეეხება თუ პრინციპში მერკურიანელებს რაც თქვი დავამატებ ქალწულის შემთხვევაში იმას რომ კვირის პირველი დღენახევარი დაახლოებით აი სამშაბათის შუა პერიოდამდე ძალიან მნიშვნელოვანია დააკვირდეთ ცოტა ისეთ პროცესებს, რაც მიმდინარეობს თქვენი პარტნიორულ თემებში, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება რაღაცებს ვერ აკვირდებოდეთ, მაგალითად, აი პარტნიორსაც ეხება ზოგადად, ხა მაგალითად შეიძლება ვიღაც შემთხვევაში უბრალოდ თქვენი პარტნიორი თავისთვის ჭუმად რაღაცა შფოთავს, მაგრამ თქვენ შეიძლება ამას ვერ ამჩნევთ. ან რაღაცა გროვდება, მივხვდი იმასში რაღაცა პრეტენზიები, ემოციები მაგალითად. ნუ ძალიან კარგი იქნება თუ უბრალოდ დააკვირდებით ამ პროცესებს. პლუს ასევე ძალიან კარგი იქნება თუ დააკვირდებით ზოგადად ნებისმიერ პროცესებს, რაც პარტნიორულ ურთიერთობას უკავშირდება, კვირის პირველ ორ დღეს, იმიტომ რომ შეიძლება თუ თქვენ კარგად დააკვირდებით, იქ უკვე შეამჩნიოთ რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომელიც აი მომავალი კვირისთვის ძალიან ეფექტურად შეგიძლიათ გავიკოზირია თქვენთვის, მოდი ესე ვთქვათ რა, ანუ მაგიდაზე რაც შეიძლება დადოს უკვე მე ქალწულმა, თუმცა აქაც ვიტყვი, ქალწული კვირის ესე ვთქვათ, პირველ ნაწილში არის ან ხვის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული გარკვეულწილად და ამიტომ უწევს იყოს რძილობიანი და კულტურული და თვალისწინოს უნდა ყველა. აი კვირის ბოლოდან უკვე იწყება ან სიტუაცია ისეთი, როდესაც თქვენ აღარ მოგწონთ უკვე რაღაცეები, მაგალითად სიტყვაზე, უკვე საჭირო ან ხმა იმაღლოთ, ან ძალიან მკაფიო გახდეს უნდა თქვენი ტონი. განსაკუთრებით აი ქალწულის შემთხვევაში შეიძლება იყოს რაღაც ისეთი სიტუაციები, სადაც თქვენ რაღაც კომუნიკაციაში, აი ყოველდღიურ კომუნიკაციაში, მაგალითად კონკრეტული ადამიანები მიაჩვიეთ იმას, რომ ანუ თმობდით, ან ეგონათ რომ ვერ ამჩნევთ, ახლა ქალწული რომ რამეს ვერ შეამჩნევს, ილუზიაა დამიჯერეთ, თუ არ იმჩნევს, ეს სხვა მომენტია, მაგრამ ზოგადად ყველაფერს ამჩნევს. თუმცა ქალწულს უბრალოდ ეს მომენტი იქნება, რომ ძალიან ბევრს ენდომება ილაპარაკოს. მაგრამ იცით რა არის, თქვენი სიტყვები შეიძლება ტყვიასავით ძიმე იყოს. სადღაც ალბათ საჭიროა ვიღაც შემთხვევაში, იმიტომ რომ მოგიწევთ რაღაც უკომპრომისო თქვათ, მოგიწევთ რაღაცაზე უკომპრომისო ან არა თქვათ, ან მიუთითოთ ადამიანებს. თქვენ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს ნათესავები, დებიძმები, გარშემო ახლო გარემოცვა, მაგალითად ვისთანაც შეიძლება რაღაცა კომუნიკაცია, აი უკვე აღარ შეიძლება სხვანაირად. აი ესეთი პრინციპით იქნება. ის არ არის რომ ქალწული უცებ ესეთი გახდა შურის მაძიებელი, აქ არის უფრო როგორი მომენტი იცი რომ უკვე აღარ შეიძლება სხვანაირად. ნახეთ? ან ძალიან ბევრი ითმინეთ და ძალიან ბევრი დიპლომატიური სულები აკეთეთ,
და რომ მივხვდით რომ დიპლომატიურ სლებს აღარ აქვს უკვე აზრი, აი ქალწულის პრინციპი იქნება ესეთი, აი ზოგადად გადავჭრი ერთხელ მოვიქნე და გადავჭრი და რა თქმა უნდა ვიტყოდი რომ ცუდი ნამდვილად არის. სამაგერად ძალიან ბევრი სიტუაციის გადაჭრა შეგიძლიათ. რაღაც გარემოცვის გაფილტრაც იყოს შეიძლება, არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ შეიძლება მივხვდეთ რომ აი ვიღაც ადამიანებს ვისთანაც აი დილობის გამო კომუნიკაცია ქონდეთ მაგალითად, უკვე მივხვდებით რომ აღარ ხართ მათზე დამოკიდებული და ანუ აი რატო ქაჩავთ ამ ყველაფერს ნახეთ, ანუ რესურს გაცვლით რა უბრალოდ და საბოლოო ჯამში შეიძლება მივხვდეთ რომ უკვე მორჩა რა ცერემონიები, ან ისე იქნება, ან ასე იქნება და ანუ განსაკუთრებით ეს კვირის მეორე ნახევარში შევა. რა შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულ ადამიანებს. სასწორის ნიშნით დაავადებულ ადამიანებს ყველს დიდი გადაფასება აქვს მიმდინარე კვირის მანძილზე, იმიტომ რომ ვერა მათ მართავს, მათ ზოდიაქოს ნიშნავს მართავს და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ნახეთ რა არის მიმდინარე კვირის მანძილზე აუცილებლად გაითვალისწინეთ ის რომ თუ თვლით რომ რაღაც გარემოებები ძალიან გამძიმებთ, დრო დადგა უკვე გააცნობიეროთ გააცნობიეროთ საკუთარი რესურსი, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს მაგალითად სასწორის ნიშნით დაავადებული ვინც არის, მართლად უკვალოდ ჭირდება ხელი უნდა გაუშვას წარსულს, ყველა გაგებით. ეს არის რაღაც ურთიერთობები, სადაც ხათრიანობის პრინციპით გერიდებოდათ, რაღაც გეთქვათ, გეწყენინებინათ ვიღაც ადამიანებისთვის. შეიძლება ვიღაცასთან ეს იყოს რაღაც ძველი ვალების ფაქტორი, ანუ ყველანაირ ვალს შეიძლება ეხებოდეს ეს ფინანსურ ვალს შეიძლება ადამიანურ მოვალეობებს შეიძლება ეხებოდეს. რაღაც გულზე გაწევთ შეიძლება, რაღაც არ გითქვამთ, ვერ გითქვამთ, ვერ გაგირკვევიათ. ვიღაცასთან შეიძლება იყოს ეგეთი მომენტი, რომ დიდი ხნის დაგროვილი კითხვები გაქვთ კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობის კუთხით და არ გაქვთ პასუხები. მივხვდით ამ პაზლის ნაწილებს ვერ პოულობთ. ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე კვირის მანძილზე ძალიან სერიოზულად ამოყვინთავს, ხოთ შორის ასევე თქვენ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები ეხება სამსახურს. სამსახურეობას და სამსახურეობის სტატუსის სფეროში გიწევთ, თუმცა სასწორთან ზოგიერთთან შეიძლება ყველანაირ სტატუსზე იყოს საუბარი. ანუ რაღაცა სტატუსურ ურთიერთობაში, იმიტომ რომ სამსახურიც არის სტატუსი და ურთიერთობაც არის სტატუსი. აი რაღაცა სტატუსის გარკვევა მოგიწევთ საბოლოოდ. ვინ ვარ მე ამ ურთიერთობაში და მომდევნო კვირას უკვე ამოისუნთქებთ, იმიტომ რომ თქვენი მართველი გაძლიერდება. ამიტომ უნდა აი ეს დასრულოთ უნდა. რაც შეეხება ძვირფას მორიელებს. მორიელებს ხოთ შორის საკმაოდ ესეთი ეფექტური კვირა აქვთ. ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ შანსი გაქვთ რომ ვიღაცებისთვის შეუცვლელად მნიშვნელოვანი იყოთ მიმდინარე კვირის მანძილზე. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ადამიანებს თქვენი ეს კრიზის მენეჯერობა და мотиваცია ძალიან ჭირდებათ, ამიტომ მორიელს აქვს იმის საშუალება მიმდინარე კვირის მანძილზე რომ ვიღაც კონკრეტულ ადამიანებს ძალიან ისეთ გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდნილოს დაეხმაროს და თვითშეფასება აიმაღლოს. ერთადერთი უბრალოდ დააკვირდეთ უნდა ეს დრამას. კვირის მეორე ნახევარში თუ თქვენ მიატოვეთ რაღაცა აი ყოველდღიური საკითხები, აი რაღაც თქვენი ხელით გქონდათ გასაკეთებელი, აი რაღაცა წვრილმანი რაღაცები იყო, მიხვდით, რაღაც უნდა დაგერეკათ, რაღაც უნდა შეგეკვეთოთ, გაგეთვალისწინებინათ. შეიძლება კვირის ბოლოს აღმოჩნდეთ ჩიხში, მაგალითად სიტყვაზე, იმიტომ რომ ის რაც მიატოვეთ და ის რაზეც დაგავიწყდათ შეიძლება უბრალოდ აი წვრილმანებია რაღაც ძალიან ისეთი წვრილმანი საკითხები რომელიც თქვენი პასუხისმგებლობა იყო და რაღაც მიზეზით ვიუშვით თვითდიდებაზე შეიძლება წინ დადგეს და ამის გამო შეიძლება იყოს რაღაც ცოტა უსიამოვნო კომუნიკაციები თქვენ შემთხვევაში შეიძლება იყოს არ არის გამორიცხული ან უბრალოდ საკუთარ თავს შეიძლება უსაყვედუროთ რომ გადავყევი მთელი კვირის მანძილზე რაღაცა ვიღაცების დახმარებას რჩევების მიცემას და აღმოჩნდა რომ მე რაღაცა აი რაც ჭირდება რესურსი არ მაქვს ვთქვი აი ჩემი თავისთვის რაღაცა დამოვიწყდა მაგალითად თუნდაც სიტყვაზე რაღაც გაკეთება დამოვიწყდა დაუშვათ რა ვიცი სილამაზე სალოში ვერ წავედი სიტყვაზე ვამბობ ხო თუნდაც ეგეთი აი წვრილმანებზია მივხვდით რაღაც ადამიანს რაც ჭირდება და მნიშვნელოვანია მაგრამ თითქოს კვირის მანძილზე შეიძლება ბევრჯერ გადადოს და რომ გადადებს მე შეიძლება აღმოჩინოს რომ ეს იყო მნიშვნელოვანი და რაზე ხარჯა ეს დრო და ენერგია და ამიტომ ცოტა სარკასტული იყო შეიძლება მურიელი აქედან გამომდინარე იმიტომ რომ ის საჭიროებებია ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მშვილდოსნებს რაც შეეხება აქაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ასპექტი მოდის მინდა ვთქვა მშვილდოსნის ნიშნით დაავადებულ ადამიანს მიმდინარე კვირის მანძილზე ძალიან მეგობრულ ასპექტში ჩაუდგება ვენერა რაც იმას ნიშნავს რომ ან რაღაცა წვრილმანი არჩევანი გაგახარებთ მაგალითად ან გეკნებათ საშუალება რომ რაღაც აირჩიოთ და ძალიან სასიამოვნო იქნება თქვენთვის ეს არჩევანი შეიძლება არ იყოს ძალიან დიდი ეს ყველაფერი მაგრამ შეიძლება იყოს ძალიან სასიამოვნო რომ აი რაღაცა გულს რომ გაგინათებთ ესეთი ასევე შეიძლება ეს იყოს უბრალოდ მადლიერების შეგრძნება კონკრეტულ ადამიანებთან ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა ვისთანაც აი დიდი ხანი არ გიკონტაქტიეთ მაგალითად და გაიხსენებთ რომ თუნდაც რა კარგია რომ აი ესე დაждები მეგობართან ერთად ილაპარაკებ რაღაცა ან ვიღაცასთან შეიძლება იყოს დამღლელი ძალიან დამღლელი პერიოდების მერე
აი, რა ვიცი, ოჯახური კომფორტული გარემო, სადაც აი უბრალოდ იტყვი, რომ აი რა კარგი ყოფილა დასვენება, რამდენი ხანია არ დამისვენია თუნდაც. ანუ რაღაც წვრილმანი იყოს შეიძლება თითქოს, იმიტომ რომ არ არის რაღაც დიდი და გრანდიოზული, მაგრამ შეიძლება იყოს ძალიან სასიამოვნო თქვენთვის. განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს ეხება, ვინც არის კუროს ან სასწორის ნიშნით დაბადებული, აი მათგან შეიძლება მოდიოდეს ეს სითბო ემოციური, მაგალითად სასიამოვნო რაღაცა კომუნიკაცია და ასევე ის ფაქტორიც, რომ კვირის მანძილზე განცდა გექნებათ, რომ თქვენ გირჩევენ. ანუ გირჩევენ ან პატივს გცემენ, ან პრიორიტეტში ხართ, ან თქვენი რჩევა არის მნიშვნელოვანი მაგალითად, იმიტომ რომ ეს ალბათ იქნება ერთ-ერთი მთავარი ემოციური საკვები. მნიშვნელოვნად გვაგრძნობინებს იგრძნობს თავს. ხის რქებს რაც შეეხება. არა, თქოს. გარეკმაყოფილია არის. კარგი გადავიდეთ. ხის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ. აქ ცოტა სხვანაირად დგება საკითხი. იმიტომ რომ თხის რქებთან მიმდინარე კვირის მანძილზე დგება საკითხი რაღაცა გარკვეული არჩევანის გაკეთების. ოღონდ მე ვეტყოდი თხის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს თქვენ შეიძლება გქონდეთ რაღაც გარკვეული იდეოლოგიური შეუთავსებლობა ის ადამიანებთან, რომლებსაც არ თანხმდებით რაღაცაში, აი უფრო სამსახურეობრივი შეთანხმებებია ძირითადად და ძირითადად ეს პრობლემა მოდის იქიდან, რომ ეს ადამიანები უფრო მეც ამჩნევენ დეტალებს და შეიძლება ამ დეტალებს ზედმეტად აქცევენ მნიშვნელობას და თქვენ ამ ადამიანს მაგალითად გაკრიტიკებენ დაუშვათ, ანუ მითითებებს გაძლევენ, პრინციპულად არ გინდათ რომ დაუთმოთ ხის გასართო საკმაოდ ჯიუტია და მით უმეტეს როცა საქმე ეხება პროფესიულ სარბიელს. იმიტომ რომ შეიძლება ამ ადამიანების მოსმენას აზრი კონდეს, კიდევ ერთხელ გეტყვით. იმიტომ რომ თხის რქებს შეიძლება კონდეთ მიმდინარე კვირის მანძილზე ეს მომენტი, რომ აი ვიღაც მაკრიტიკებს და ის ვიღაც რომ მაკრიტიკებს, მე არ ვიღებ ამ კრიტიკას, იმიტომ რომ ვთვლი რომ მე მართალი ვარ დაუშვი. ასევე მეორე ვარიანტია რომ იყოს შეიძლება რაღაც სიტუაციები, სადაც შეიძლება ძალიან კარგი რამე შემოგთავაზონ, რაღაც სიტუაცია შემოგთავაზონ, ოღონდ თქვენ შეიძლება გაჯიუტოთ, იმიტომ რომ ან არ გქონდათ ეს ყოფილი დაგეგმილი და თქვენს გეგმებში არ შედის და თქვენი გეგმები არ გაითვალისწინეს, ან თქვენი პრიორიტეტები არ გაითვალისწინეს. ან შეიძლება გქონდეთ ეგეთი პრინციპი, რომ ეს მე არ ამირჩევია და შესაბამისად მე რომ არ ამირჩევია, ამიტომ ვიღაცის დაწესებულს რო ხო რაღაცა მიმითითა მაგალითად არ გავყვები. თუნდაც აი ეს არჩევანის თემა აქვს, ანუ ან გაჯიუტდებიან რომ ჩემი არჩეული არ არის და მე ამ თემაში არ შევდივარ, ან შეიძლება გაჯიუტდნენ არჩევანის გამო, მაგალითად ურთიერთობაში, პირადი ურთიერთობის კუთხით, იმიტომ რომ შეიძლება საყვარელი ადამიანის ფილოს მოგიწყოთ სიურპრიზი და არ ითვალისწინებს იმას, რომ თქვენ მაგალითად სამსახურში ხართ, მუშაობთ და შეიძლება გაბრაზდეთ ამაზე და ой, ჩემი რჩევა იქნება კომპრომისი რომ იპოვოთ, კარგს ამთოგეთ, სასურველია. იმიტომ რომ თქვენ თუ ახლა კომპრომისი იპოვით, ის ადამიანი უკვე მომდენო კვირის მანძილზე თუ გაგაბრაზეთ კიდეც ვინმე ხომ, რაღაც ეს ჯიხში შეიყვანა ურთიერთობა, ბოდიში მოიხდით აუცილებლად და დაბალანსდებით ემოციურად. რაც შეეხებათ მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ცოტა რთული კვირა აქვთ, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მერწყულის მართველი პლანეტა არის ძალიან კრიტიკულ პოზიციაში. როცა პლანეტები კრიტიკულ პოზიციაში არიან, ზოგადად ეგ ყოველთვის ნიშნავს იმას, რომ ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანები არიან ორცხვეც ხშუა. აი რაღაცა ისეთ სიტუაციაში არიან, სადაც წარსულს და მომავალს შორის ეგ გაიჭედნენ, მივხვდი, გაჭედილი არიან თითქოს და ან თვითონ არიციან როგორ უნდა მოიქცნენ, ნახეთ, ან რამე მსგავსი მაგალითად, იმიტომ რომ რაღაცა მიზეზით თქვენ გიწევთ გაიაზროთ წარსულში ჩადენილი შეცდომები. ან მოგიწიოთ შეიძლება რაღაცა თემებში დაბრუნდეთ, რაც წარსულს უკავშირდება. გინდათ ეს თქვენ თუ არ გინდათ. სხვათა შორის ასევე ზოგიერთი მერწყულის შემთხვევა შეიძლება ეს იყოს ძალიან ბევრი ნაბიჯი არასწორად გადადგმული, რომლის ესე ვთქვათ ბირთვიც ახლა ამოყვინ თავს, ნახეთ, და თქვენ შეიძლება მაგალითად წინ დაგიძგეთ ეს ყველაფერი. ოღონდ ეს ყველაფერი ექვემდებარება გამოსწორებას, ვიტყოდი, თუ თქვენ იქნებით პირველ რიგში საკუთარ თავთან აუცილებლად გულწრფელი, აუცილებელია რომ მერწყული საკუთარ თავთან იყოს გულწრფელი და სხვადასხვა მერწყული თხის რქაზე არანაკლებ ჯიუტი ნიშანია, მინდა გითხრათ, ის იცვლის, იმან შეიძლება შეიცვალოს გარემო და არ შეიცვლის შეხედულებას. აქვთ ეს მომენტი ხშირ შემთხვევაში, მოკლედ ვიუხოთ იმისა, რომ ძალიან მეგობრულები და კომუნიკაბელურები არიან, ძალიან ჯიუტი ხალხია, ვინც ახლოს იცნობთ,
თავის შეფასებულობად სისტემას ძალიან ძნელად იცვლება, ფიქსირებული ნიშანია და ძირითად შემთხვევაში ყოველთვის უყვარ თავს დაგიქნევს, მაგრამ მაინც იმას გააკეთებს, როგორც თვითონ უნდა. ამიტომ მიმდინარე კვირის მანძილზე მე მერწყულებს ურჩევდი გარკვეულ კომპრომისებს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება განსაკუთრებით ეს ხება გუნდი, ჯგუფი, კოლექტივი, მეგობრები. აუცილებლად. თუ თქვენ გინდათ რომ თქვენი მომავლის პერსპექტივები სხვანაირად გადაიწეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა მოკავშირეების გარეშე დარჩეთ, რაღაც ჭიხში შევიდეთ შეიძლება ყოველ შემთხვევაში თქვენი კომუნიკაცია. და თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხება. აუცილებლად გაითვალისწინეთ მიმდინარე კვირის მანძილზე, რომ ვისაც რაღაცას ანდობთ, მომსახურების სფერო იყოს შეიძლება მაგალითად გაჯეტები, ტექნოლოგია. შეიძლება რაღაც მიზეზიდან გამომდინარე ეს ადამიანი ან ვერ იყოს მოწოდების სიმაღლეზე და ვერ შეასრულოს შეიძლება ეს მოვალეობა, ნახეთ, რასაც თქვენ მას ანდობთ. ან შესაძლოა რაღაც მიზეზით დისტანცირდეს თქვენგან. სხვადასხვა მიზეზი იყოს, ახლა შეიძლება მაგალითად უკმაყოფილება აქვს, შეიძლება რაღაც არ მოსწონ შეიძლება თუნდაც. ასევე თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მიმდინარე კვირის მანძილზე მის მეორე ნახევარში განსაკუთრებით შესაძლოა ვიღაც კონკრეტულ ადამიანებთან იმედგაცრუება ელოდეთ. ანუ იმედგაცრუება იმას არ ნიშნავს, რომ მაინც ჩხუბი უნდა იყოს, ანუ შეიძლება აქამდეც ხედავდით, რომ ამ ადამიანს თქვენ მიმართ ნილთილი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ახლა შეიძლება საბოლოოდ გამოიკვეთოს, რა, თქვენი ფასეულობ სისტემა აცდენილი იყო აბსოლუტურად ერთ მომენტთან და შესაძლოა არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცაზე აბსოლუტურად შეგეცვალოთ აზრი. და ეს აზრი რომ შეგეცვლებათ, შეიძლება თქვენი ურთიერთობები შეიცვალოს ან საერთოდაც დასრულდეს. თუმცა ვიტყვი ეს რამეს, რომ თქვენგან ახლა რაც მიდის, ყველანაირი პარტნიორული ურთიერთობების ეხება განსაკუთრებით ახლო წრეს მეგობრებს, თანამშრომლებს, რაღაცა თითქოს თავის თავი ამოწურა. ამიტომ შეგიძლიათ გადააფასოთ ეს ურთიერთობები და მინიმუმ კარგი კომუნიკაცია დაიტოვოთ კონკრეტულ ადამიანთან, მაგრამ ძირითადად მაინც მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ აი რაღაც შეთანხმებები შეიძლება გადაგეგმოს ითხოვდეს თქვენგან მიმდინარე კვირის მანძილზე, განსაკუთრებით ეს მომსახურების სფეროს და ტექნოლოგიებს და გაჯეტებს და ეს სფეროებს ეხება, სადაც სხვა ადამიანზე ხართ თქვენ დამოკიდებული, ამიტომ გაითვალისწინეთ აუცილებლად ეს ყველაფერი, ეს რაც შეეხება მიმდინარე კვირას და ყველაზე მთავარი, რასაც ვიტყვი, ვინც ამ რეალობაში ბევრი იმედგაცრუებულია, კიდევ ერთხელ ამბობ, ზოგი მიმდინარე მოვლენების გამო და ძალიან ბევრი ადამიანს აქვს უბრალოდ შეგრძნება, რომ ფაქტობრივად თავს აუფასურებს, ანუ ადამიანებს უჩნდებათ კითხვა, ვინ ვარ, საით მივდივარ, რატომ ვარ და ძალიან ბევრი რამე, რაც აქამდე სისტემური გვეგონა, აღარ მუშაობს როგორც სისტემა, ანუ უამრავ რაღაცაში ფაქტობრივად გამოგვეცალა თითქოს რა, ძალიან ბევრი ადამიანს აქვს შეგრძნება. არაფერი არ ხდება საქმეში, პირდაპირ გეტყვით. თავარი პრინციპი ახალი ეპოქის, იმიტომ რომ ჩვენ გადავდივართ კვანტური ნახტომი გვაქვს, ვინც ვერ ხედავს იცვლება ენერგიები. ეს არის ესეთი პრინციპი, რომ ნებისმიერი ადამიანი არის საკუთარი ბედის თავარი შემოქმედი. ადამიანი ხომ ღმერთის ხატად არის შექმნილი. და ჩვენ თანამედროვე ადამიანებს უკვე დადგა დრო, რომ ვისწავლოთ, რომ ჩვენ ვართ გულის ადამიანები და რეალობა იქნება ისეთი, როგორცაც ჩვენ დავიჯერებთ. ანუ შემოქმედი ხარ, შენი ცხოვრების შემოქმედი შენ ხარ. ამიტომ ინდივიდუალურ დონეზე გირჩევთ ესეთ რამეს. რეალობა არ არის ესეთი, როგორცაც გარშემო ხედავთ. რეალობა არის ესეთი, როგორიცაც თქვენ გჯერათ. თქვენ ისი გჯერათ. აუპირობონდობა გჭირდებათ სამყაროსი რა. ანუ როგორც ზღაპრებში ახლა ვიცით, ანუ დაიჯერო, უნდა რომ გზა გამოჩნდეს. და ვისაც არ ჯერა, ან ჯერა, მაგრამ რაღაცას აი ითხოვს, მიხდი, ანუ სად არის აბა სად არის ობიექტური დადასტურება, აი როგორც კი ეჭვი შეგეპარება, მაშინვე წყალზე ძალიან ისეთი სწორი. ანუ როდესაც ადამიანი, ანუ ეხლა ისეთი ენერგია სამყაროში, აუცილებლად გახსოვდეთ, უპირობოდ უნდა გჯეროდეთ, უნდა იყოთ პროცესში რა. არ იფიქროთ გუშინდელზე, არ იშფოთოთ გუშინდელზე და არ ინერვოთ ხვალინდელზე. არც ერთი დრო არ არის რეალურად. ერთადერთი რესურსი უნდა დღეს და ახლა. ანუ პროცესში იყავით, აი ხო ვზივართ აქ, ჩვენ ვართ აქ ვზივართ, ამ პროცესში ვართ და სიამოვნებას ვიღებთ. აი ვინც ამ პრინციპით ცხოვრობს, მის ცხოვრებაში ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. პროცესში იყავით და იყავით ბედნიერი, რომ არსებობთ და დღეს ხართ, აქ ხართ. ეს არის ყველაზე მთავარი.